შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს. ამერიკას უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება სურს. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინას 3 წელი ჰქონდა ომის დასასრულებლად მოლაპარაკების წარმოებისთვის, მაგრამ ეს არ გააკეთა. უკრაინაში არ ჩატარებულა არჩევნები, ახლა ის საომარ მდგომარეობაშია. მართალია არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ უკრაინის ლიდერის რეიტინგი 4%-მდე დაეცა. ეს არ არის რუსეთისგან წამოსული სურვილი, ის მოდის ჩემგან და ასევე მრავალი სხვა ქვეყნიდან. შეხედეთ, რა ხდება უკრაინის ქალაქებში, იქ ერთი შენობაც არ დგას. როდესაც თქვენ საუბრობთ ღაზაზე, უკრაინის ქალაქები პირდაპირ ჰგავს ღაზას. ხალხი ამით დაიღალა, მათ სურთ დაინახონ, რომ რაღაც ხდება. ფიქრობ, ამ ომის დასრულების ძალა მაქვს და საქმე ძალიან კარგად მიდის, მაგრამ დღეს გავიგე ფრაზა, ჩვენ არ დაგვპატიჟეს. 3 წელი სად იყავით, თქვენ ეს უნდა დაგესრულებინათ 3 წლის განმავლობაში. საერთოდ არ უნდა დაგეწყოთ ეს ომი, შეთანხმების დადება შეგეძლოთ.